სამოქალაქო აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც 9 ივნის მანდატურებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე. როგორც უწყებაში ამბობენ, დათაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას ცდილობდა, როცა ის მანდატურებმა გააფრთხილეს, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა. უწყების პოზიციით აქტივისტი მანდატურებს არ დაემორჩილა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 9 ივნის ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა 8 სინდისის პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა, როგორც ის ამბობდა, პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა ტარდებოდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიდის აქტივისტთან რამდენიმე მანდატური, ჯერ ერთი ცდილობს დაატოვებინოს მას ტერიტორიას, შემდეგ მეორე. დათაშვილმა ისინი გააფრთხილა, არ მიკარებოდნენ და ერთ-ერთ მათგანს თავდაცვისას სახეში სილა გააწნა. გამოძიების დაწყებას თავად დათაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მანდატურებმა ათრიეს, სისხლის სამართლის საქმე მაინც მის წინააღმდეგ აღძრეს.